ministroshi bolo periodში გატარებული რეფორმები გააცნო. Yes, indeed. Dear friends, it's a great pleasure to meet you. To continue our close cooperation with UMM. საკრებულოს თავმჯდომარე გიგი უგულავას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს შიხიაშვილის თქმით მას შემდეგ რაც საკრებულო ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების წახალისებისა და მოქმედების წესზე შეჯერდა თბილისის მერი ამ პროცესის ჩაშლას ცდილობს. საკრებულოს უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ რომ 27 სექტემბერს თბილისის მერიისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის მიზანი საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევაა. ქალაქ თბილისის მერი ურცხვად აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში და თვითონ წარმოადგენს სათავეს ყუილის და ცდილობს რომ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების ხელით წამოიწყოს ახალი ბინძური პიარ კამპანია, როგორც გააკეთა მან 8 თებერვალს, სადაც ის მზად იყო სისხლის ღვრამდე მიიყვანა დაპირისპირება ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის მიმისათვის, რომ გიგი უგულავამ ერთხელ და სამუდამოდ დაინახოს თავის სახე და საზოგადოებამ ბოლომდე დაინახოს თავის სახე, მე მას ვიწვევ დებატებში. ნაცვლად იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს უმრავლესობამ აღიარონ მათ მიერ დაშვებული წარეს შეცდომა და მათ მიერ მიღებული არაკომპეტენტური გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეული პრობლემები, ისინი ეწევიან და იწყებენ მარტივ პოლიტიკურ ინტრიგებს, რაში ახლოლასაც თბილისის მერი არაპირებს, ჩვენ მათ მოუწოდებთ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და მიცენ თბილისის მოსახლეობას საშუალება განახორციელონ და დააფინანსონ ინფრასტრუქტურული პროექტები. ქველმოქმედება და ურთიერთბრალდებები და სხვა თემები რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ. ახალი სანქციები სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევისთვის, ვინ მიიღებს მედიის და პოლიტიკოსების დასჯის გადაწყვეტილებას. მუხარისენით საუბარი თუ თანამშრომლობის ახალი ეტაპი, რა შეფასებები მოყვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტოლოგებთან შეხვედრას. მეგობრებმა გადავწყვიტეთ ვისოლის ახალი ავტომატიზაციის სისტემა შეგვემოწმებინა. ტექნოლოგიები, რომელიც აბსოლუტურ სიზუსტეს უზრუნველყოფს. თითოეულ სადგურზე ავტომობილში ზუსტად იმდენ საწვავს ვასხამთ, რაც მომდევნო სადგურამდე მისასვლელად იქნება საკმარისი. პირველ სადგურამდე მივედით და საწვავით ზუსტად გათავდა. ესე იგი ვაგრძელებთ. გორი, ზესტაფონი, ქუთაისი. შემდეგი უკვე ბათუმის სადგურია. აქ მანქანა სადგურიდან ოდნავ მოშორებით გაჩერდა და შეიძლება საწვავი ვეღარ ჩავასხათ. ამით კი ექსპერიმენტი ჩაიშლება. არის, მართლა ზუსტია. ვისოლი, სიზუსტე რომელსაც ვენდობი. სისუფთავი შეგრძნება, თავდაჯერებულს გხდის. ეს ისე გიზიდავს. აჩუქე საკუთარ თავს სისუფთავე ყოველდღე. შენ საყვარელ დისკრიტთან ერთად. სისუფთავის შესამჩნევი შეგრძნება. დისკრიტი. იპოთეკური სესხილარში ლიბერტი ბანკისგან. ყველაზე დაბალი 8.99%-დან. დარეკეთ PIPKI 5500. მხოლოდ ლიკანს შეუძლია გაამდიდროს თქვენი ორგანიზმი ცოცხალი მინერალებით. შეგმატოთ ბუნებრივი ენერგია და მოგანიჭოთ ძალა. ლიკანი, ცოცხალი მინერალების ძალა. სუხარიკი ფლინტი, როცა სიახლე გინდა. სუხარიკი ფლინტი, როცა გშია. სუხარიკი ფლინტი, ეს არის ახალი ტრენდი. სუხარიკი ფლინტი, ეს შენი თავისუფლებაა. სუხარიკი ფლინტი, თავისუფლების გემო. Twix-ის მარცხენა ჭირი ჩემს მიერ თავიდანვე შედევრად იყო ჩაფიქრებული. წარმოიდგინეთ, ხრაშუნა ურთხოვილა და წელვადი კარამელი დაფარული რძიანი შოკოლადით. მარჯვენა ჭირი ახლოსაც კი ვერ მოვა. Twix-ი, გასინჯე ორივე და გადაწყვიტე შენ ვის მხარეს ხარ.
გახსენით ერთწლიანი ბადიანი ანაბარი ლიბერტი ბანკში და მიიღეთ მაღალი სარგებელი 13% ლარში. ლიბერტი ბანკი, ყველგან და ყველასთვის. როგორც დედამ, ვიცი, საუზმედ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი შვილებისთვის. ჩემი საიდუმლო საუზმედ პურზე წასმული ნუტელა. ნუტელას მისი საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტების, საუკეთესო ტყის თხილის და რჩეული კაკაოს წყალობით განსაკუთრებული დახვეწილი გემო აქვს. და გასაკვირია, რომ ჩემს შვილებს უყვართ ის. ნუტელა, გემრიელი დილის დასაწყისი. გამოუშვა. Strongi სპეციალურად ლუდისათვის შექმნილი ჩიფსები ძეხვისა და ყველის უაღრესად მდიდარი გემოთი. Lays Strongi საუკეთესო მისაყოლებელი ლუდთან. Grand Candy, თქვენი გემრიელი არჩევანი. წინა საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს. CESCO კანონის პატივისცემას მოაქვს ნდობა. საღამოს ეთერის სპონსორია Beeline. შეიძინე უახლესი Android-ები Beeline-ისგან უპროცენტო განმარტებით. თვეში 18 ლარიდან. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ლუდინა ტახტარის 330 მილilitrიანი ქილა. თავარია ხარისხი და არა რაოდენობა. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ American Express Gold ბარათი. შეავსეთ განაცხადით საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში და მიიღეთ უფრო მეტი. საღამოს ეთერის სპონსორია ლიკანი. მხოლოდ ლიკანს შეუძლია შეგმატოთ ბუნებრივი ენერგია და მოგანიჭოთ ძალა. ლიკანი, ცოცხალი მინერალების ძალა. რეკლამის შემდეგ თქვენ უყურებთ ქრონიკას 20 საათზე. Daam წუთებში პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე საგანგებო ბრიფინგს მართავს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით, მე მინდა დღეს ორი განცხადება გავაკეთო გამომდინარე იმ საინფორმაციო სიახლიდან, რომელიც დღეს ჩვენ ყველა მოვისმინეთ. მე საუბრობ იმ კვლევებზე, რომელიც გამოქვეყნდა და რომელსაც საქართველოში უკვე ტრადიციულად არავის არ სჯერა. გაყალბებული სოციოლოგია არჩევნების გაყალბების ისეთივე საფუძველია, როგორიც მაგალითად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, როგორიც არარეალური სიები, კარუსელი, ოქმების გადაწერა და ასე შემდეგ. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის და სხვა დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით და იმ შეხვედრების მიხედვით, რომელიც ჰქონდა ამ ბოლო ხანების განმავლობაში 300-ზე მეტი შეხვედრა ათასობით ჩვენთან ამოქალაქესთან, ძალიან კარგად ვიცით იმის თაობაზე, რომ დღეს გამოქვეყნებულ კვლევებს არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა გადაწყდეს საკითხი გაყალბებულ სოციოლოგიასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვფლობდეთ სანდო ინფორმაციას ჩვენი მოქალაქეების განწყობების შესახებ. ამიტომ აუცილებელია, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ერთიანი სოციოლოგიური საბჭო, რომელშიც შევა ყველა ის სოციოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც არ არის შემჩნეული პოლიტიკურ პარტიებთან, ასე ვთქვათ, არაკეთილსინდისიერ თანამშრომლობაში, რომელიც გააკეთებს ერთიან ბაზაზე დაყრდნობით კომპეტენტურ კვლევებს და შესაბამისად, რომელიც მისცემს ადამიანებს სწორ ადეკვატურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა განწყობებია მოსახლეობაში, რა აწუხებს მოსახლეობას და რა არის მოსალოდნელი უახლოეს მომავალში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთანავე, იმ ფაქტმა, რომ მე აშკარად ვხედავ და ამავდროულად მოდის ძალიან სერიოზული ინფორმაციები ადგილებიდან იმასთან დაკავშირებით, რომ არის სერიოზული გარიგებების მცდელობა ადგილებზე ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იმისათვის, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, არ დაუშვან ბურჯანაძის გაპრეზიდენტება, რამდენადაც კარგად ესმით ძალიან, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის დასასრული და არაკომფორტული ვითარება ზოგიერთი ოცნების ზოგიერთი წარმომადგენლისათვის. მე ვთავაზობ პარლამენტს მიიღოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები,
და გაამკაცროს არჩევნების გაყალბებისათვის პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში ნათელი იქნება, რომ არჩევნების გაყალბება ძალიან სერიოზული, ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და ძალიან ცოტა იქნება ადამიანი, რომელიც რეალურად წავა არჩევნებში.